ჩვენ ვდგავართ უკვე მე-17, მე-18, მე-19 ღია რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, ბათუმელები ბათუმში, ქუთაისელები ქუთაისში, თელაველები, ზუგდიდელები, სხვა ქალაქების მაცხოვრებლები აპროტესტებენ ამ რუსულ რეჟიმს, მაგრამ ბევრს რჩება შთაბეჭდილება, რომ ვერც ვერაფერს ვაღწევთ და კიდევ უფრო მეტი აქტიურობა საჭირო. დიახ, მარშში მოსდევს პროტესტი, მაგრამ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლება რუსული რეჟიმი თითქოს არ შედრეკილა, ხო, შემდრკარა, ხო, ესეც უნდა ვთქვათ, არ მორღვეულა, უფრო ზუსტი სიტყვა არის ეს. ამ ყველაფერზე და არა მხოლოდ ჩვენ ვიწყებთ საუბარს პოლკოვნიკ ლაშა ბერიზესთან, რომელსაც მე მივესალმები, მოგესალმები პოლკოვნიკო, როგორ გრძანდები და არის თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით. სულთყვილად ვდგავართ. ანუ თითქოს მეც ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს არაფერი არ იცვლება. ან მოდი გარავავწოთ კითხვას 30 წამი დამჭირდება, რაღა უნდა ვქნათ მეტი. მე ხა გულახდილად გეტყვით, თყილა ნამდვილად არ ვდგავართ, თყილად ნამდვილად არავინ არ დგას, იმიტომ რომ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, მშვიდობიან პროტესტს ყოველთვის მოყვება შედეგი. ჩვენ თუ არ ვიდგებით, თუ არ იქნება პროტესტი შესაბამისად, არ იქნება არც არანაირი რეაგირება, ეს ნიშნავს უბრალოდ, რომ შევეგუეთ გარუსებას და შევეგუეთ იმას, რაც არის. დანარჩენი ხა ვინც მოგვიწოდებს, რომ ტყილა ვდგავართ, სხვა რა გამოსავალია, როგორ უნდა გავაკეთოთ ვიღაცა უკეთესი გვირჩიო შეიძლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გრძელი პროცესია, გრძელვადიანი პროცესია, სწრაფად ვერ დამთავრდება. რეჟიმი საკმაოდ მომზადებულია ყველა ასეთი სიტუაციისთვის, მომზადებულია. მე მაგალითად მესმის კითხვა, რა ის ჩვენ რაც ვიხილეთ პირველ დღეებში პროტესტის განსაკუთრებული ძალადობა, განსაკუთრებული სისასტიკე, ჩვენ ახლა ამას ვეღარ ვხედავთ, ეს შენელდა. ძალიან გაუჭირდება ყველამ თქვას პასუხი, რატო შენელდა, ეს იყო ჩვენი პროტესტის შედეგი, ეს იყო საერთაშორისო ზეწოლის შედეგი თუ რა იყო, ალბათ დრო გვიჩვენებს ამას, როგორ არის საფუძველზე მოხდა, ამიტომ იმდენად რთული სიტუაცია, რამის თქმა ასე ერთის ხელის მოსვლით და ერთი ხელაღებით არ შეიძლება, მაგრამ რეალობაც იმდენად რთულია, რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველამ უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური, რომ რეჟიმს უკან დავახევინოთ. ის რომ შედეგი არ იქნება, აუცილებლად იქნება, რეჟიმი აუცილებლად დაიხევს უკან, მაგრამ მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს საზოგადოება ძალიან პასუხისგებლობით, განსხვავებით რეჟიმისგან, ძალიან პასუხისგებლობით უდგება ამ პროცესს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, ხო? ძალიან მაღალ პასუხის, სამოქალაქო პასუხისგებლობას ხედავ, იმიტომ რომ კი, პროტესტი გრძელდება, მაგრამ გრძელდება მშვიდობიანად, პირველი უწყვიდა ხდება მშვიდობიანად და ყველა ცდილობს მაინც რომ პოლიტიკური გამოსავალი. თუმცა პოლკოვნიკო, თქვენ მე ყურადღება მივაქციე თქვენ ერთ-ერთ ბოლო საჯარო სტატუსსა თუ პოსტს, სადაც თქვენ საუბრობდით იმაზე, რომ მტერი უკვე რუსთაველზეა. არა, მე კი არ საუბრობდი, ეს უკვე ფაქტია. ჩემი საუბარია, რომ ამას ყველა ვხედავთ. კი, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დაანგრია ყველაფერი, რაც ამდენი წლების განმავლობაში იქნა მიღწეული, ხო? გასაგებია, რომ ქართული დემოკრატია არ ყოფილა რაღაც იდეალური კი არა, უბრალოდ მიახლოებული კიდეს ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ შეიმჩნევოდა ყოველთვის ზრდა, შეიმჩნევოდა წინსვლა, შეიცვლებოდა გარკვეული პროგრესული ნაბიჯი, რაც ფაქტიურად ბოლო წელიწად ნახე პირველად რუსული კანონის შემოღების მხრიდან, თუკი აქამდე ივანიშვილის რეჟიმი აკეთებდა ფარულ ნაბიჯებს რუსეთთან დაახლოების, ფარულ ნაბიჯებს ევროპისგან განახლების, ამით გარკვეულად სისტემურად შლიდა ამას და მაგრამ ღიად და გაცხადებულად და მოქმედების პრინციპით ერთგული რჩებოდა იმ საქართველოს მიზნების, ფაქტიურად უკვე წელიწადზე მეტია ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟიმმა გადადგა ყველა ნაბიჯი. მისმის ასაც ბრძანებთ, მაგრამ რაღაცაი მტერი უკვე რუსთაველზეა
მე მაინტერესებს, აი ჩვენთან იყო ეს სლოგანი გამოჩნდა. ამგვარი კითხვა მაქვს. რა უნდა ქნას ინდივიდმა მათ შორის იმუწყების წარმომადგენლებმაც, რომელსაც თქვენ წარმოადგენდით. თქვენ სამხედრო კაცი ხართ. მე აქ არაფრის კიდე არ მოუწოდებ, ხო? მაგრამ სამოქალაქო პოზიცია კი შეიძლება დააფიქსიროს ცალკეულმა მოქმედმა თავდაცვის უწყებაში მყოფმა ოფიცერმა. არც კანონი არც წესდება არ გვიგზავნოს, არც სამხედროებს, არც პოლიციას და არც არავის საჭიროების შემთხვევაში რომ დააფიქსიროს სამოქალაქო პოზიცია. არც კანონი არ გვიგზავნოს ამას. არც წესდება არ გვიგზავნოს ამას. შენ თუ ამას არ გიგზავნოს კანონმდებლობა, შენ თუ ამას არ გიგზავნოს წესდება, ეს შეიძლება გააკეთო. დანარჩენი გააკეთებ თუ არა, ეს შენი სინდისის საქმეა. თქვენი მოლოდინი როგორია? გააკეთებენ ადრე თუ გვიან? მე ვფიქრობ და ჩემი მოლოდინი არის შემდეგი, რომ ჯერჯერობით რა თქმა უნდა საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის გარდა იმ რუსული ავტოკრატიზმის და რაც დღეს მივიღეთ, არის პოლიციური სახელმწიფო, რომელსაც ფაქტიურად დაშინებული ყავს ყველა სტრუქტურა და სტრუქტურის თანამშრომლები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღესდღეობით ყველა, მათ შორის ჩვენც, მეც და თქვენც ვიტოვებთ იმედს და გვაქვს სურვილი, რომ ეს ბრძოლა იქნება მშვიდობიანი, ეს ბრძოლა იქნება პოლიტიკური, ესე ვთქვათ, ხო? თუკი ხელისუფლება გაზრდის ესკალაციას და რაღაც მომენტში თუ უკან არ დაიხედა, არაფერი შეცვალა, ამის გაკეთება მოუწევს, არ გვინდა ამაზე საუბარი, არავის არ სიამოვნებს, მაგრამ ამის გაკეთება მოუწევს ხელისუფლებას, რომ ესკალაცია გაზარდოს, გარკვეული უფრო ხისტი ზომებზე გადავა ისევ ისე, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს და ყველა ადამიანის ზუსტად არ აქვს მნიშვნელობა თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურაში მსახურობს, დადგება დილემის წინაშე, ან დადგეს რუსული რეჟიმის მხარეს, ან დადგეს საქართველოს მხარეს. დღეს ახლა მე ვფიქრობ, დღეს უკვე დამდგარია ეს დილემა, ჩემთვის პირადად, მაგრამ ხალხი მაინც გარკვეულ იმედს იტოვებს, რომ აქ იქნება რაღაც გადაწყვეტილება, რომელიც რაღაცას შეცვლის. მე ვფიქრობ, რომ იმ ხალხის თვალშიც, რომელიც რაღაც იმედს იტოვებს, ეს მალე ამოიწურება რა და ყველას მოუწევს გარკვეული. ცოტა ხმამაღლა ისაუბროთ, მე თულად მესმის. საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას ყველათ ვერ დავარქმევ, სულ მუდმივად გვაშინებს მაიდანით. ის კი ავიწყდება, მის მომხრეებსაც ავიწყდებათ, რომ მაიდანზე თუ ვინმე მისროლა პირველმა ყოველ შემთხვევაში ისროლა სწორედ რუსული რეჟიმის წარმომადგენელმა, ადგილობრივმა წარმომადგენელმა იანუკოვიჩმა. მაიდანი საერთოდ მე დადებითი მოვლენა მგონია უკრაინის სინამდვილეში, მაინც უარყოფითად არ ვაფასებ, იმიტომ რომ ფორმა ქმნადობა უკრაინის სახელმწიფოს 2014 წელს დაიწყო. ცხადი ამას მოყვა გარკვეული სირთულეები, განსაკუთრებით ყირიმსა და დონბასში, ეს ურთიერთობის აკრული პოლიტიკის შედეგია, მაგრამ მაინც. თქვენ როგორ ფიქრობთ? ჩვენ ვართ თუ არა იმ პროცესში, რომელსაც მაიდანი მაინც და მაინც არ უნდა დაარქვა, იმიტომ რომ იქ ლეტალურად დამთავრდა, ხო, ამბები, ხო? მაგრამ არის თუ არა ეს ქართული რევოლუცია, რომელიც დასაკვირველია თქვენ თქმის არ იყოს, მსხვერპლის გარეშე უნდა დამთავრდეს, თუმცა მსხვერპლიც, როგორც ასეთი ჩემი და თქვენი არჩევანი არ არის. არა, რა თქმა უნდა. ეს არჩევანი მხოლოდ რეჟიმის არის. ცოტა ხმამაღლა ბატონლაშა თუ არ შეზუხდებით. არა, ესეთი არჩევანი მხოლოდ რეჟიმი თუ გააკეთებს რა და ყველანაირად პასუხისგებლობა სწორედ ივანიშვილის რეჟიმზე იქნება და ვერანაირად და არანაირად როგორც არ უნდა მოინდომოს ვინმე ესეთ პასუხისგებლობას ხალხს ვერ დააკისრებს, ხო? ეს აბსურდია, ეს თვითონ რეჟისორს ძალიან კარგად ესმის, ანუ ნებისმიერი ასეთი სახის ესკალაცია, რაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ არის ერთი პიროვნების, ბიზინა ივანიშვილის არჩევანი, პასუხისგებლობა არის ძალიან ბევრი, ბიზინა ივანიშვილის და იმ ხალხის, ვინც მის დავალებებს ასრულებს ხის რა. ამას ვერ დააბრალებ ვერც საქართველოს მოსახლეობას, ვერც გლობალური ომის პარტიას, ვერც რუსეთს ვერ დააბრალებ. კიდე თუ გნებავთ პირადად გეტყვი, იმიტომ რომ ვერ დააბრალებ და ეგრეა რა. ეს მხოლოდ და მხოლოდ არის არჩევანი დღესდღეობის ჩვენ და სამწუხაროდ ავტოკრატი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის და პასუხისგებლობა იქნება როგორც მისი,
ასევე ყველა იმ ჯაჭვის და რგოლიც, რომელიც შესრულების კუთხით იქნება ამაში ჩართული. ეს არის რეალობა, ხო? ეხლა გვაქვს თუ არა საქმე ქართულ მაიდანთან. მე არ მიყვარს ამ სიტყვის გამეორება, იმიტომ რომ ქართულმა პროტესტმა საქართველოში აჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ხალხი, როგორც უკრაინელები არიან, მაინც და მაინც. კი, თავისუფლებისთვის ტოლვა გვაქვს იგივე ხარისხი, შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები, ამას დრო გვიჩვენებს. ჩვენ არ ვართ ისეთი ხალხი, როგორც ბელორუსები არიან. ჩვენ ჩვენებური გზა გვაქვს გასავლელი, ქართული, ხო? ეს არის და კიდე ვიძახი რა. ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა იგრძნობა, რასაც მე ვუყურებ მათ შორის მომიტინგეებში. ძალიან ბევრ ზეწოლას უძლებთ და არ პასუხობთ ადეკვატურად, მოდი ესე ვთქვათ, ხო? ძალიან და პირიქით ვცდილობთ ისე რომ პოლიციის პატრულის ყურადღება მივიპყროთ, ისე ამ ხალხს მოუწოდოთ, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი. ჩვენ ვნახეთ ეს ძალიან ბევრჯერ ამ დღეებში. ამიტომ ნებისმიერი ესკალაცია რაც მოხდება, არ გვინდა ამას არავის საუბარი, მაგრამ ეს პროტესტები გრძელდება და გაგრძელდება, ხო? ადრე თუ გიან, ეხლა თქვენს გესმით, ჩვენს გვესმის და ყველას ესმის. არსებობს რამდენიმე მოვლენების განვითარების კურსი ამ პროტესტის, ხო? ჩვენ ყველა უნდა განვიხილოთ, გჯერავს თუ არ გჯერავს ამისი ირაკლი, ხო? არსებობს მოვლენების განვითარების კურსი ერთი, ხო? ერთი მოვლენების განვითარების კურსი ეს არის, რომ რეჟიმმა უკან დაიხიოს, დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები, მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ 26 ოქტომბერი აღარ განმეორდეს და ქვეყანა წავიდეს ნორმალური მიმართულებით. ამის ჯერჯერობით არანაირი ნიშანი რეჟიმს არ ეთყობა, რომ ეს გააკეთოს, ხო? მეორე გზა, მე ამ გზას არ განვიხილავდი, როდესაც მეგობრებთანაც კი განვიხილავ ამას, მაგრამ ნუ შემდეგ მითხეს, რომ ესეც არსებობს ესეთი გზაც და უნდა განიხილო, როგორც როდესაც რაღაცთან არის საკეთო. მეორე გზა არსებობს, რომ სხვადასხვა მეთოდებით, სხვადასხვა გზებით რეჟიმმა მოახერხოს და გაგვტეხოს წელში, ხო? მოქალაქეები მიაღწიოს თავისი და ყველაფერი განმეორდეს ბელორუსული ეგრეთ წოდებული სცენარი. არსებობს ეს მეორე გზა და მესამე გზა არსებობს რეჟიმმა უნდა გვესროლოს მოქალაქეებს, ხო? ეს არის მაიდანი, ან კიდე გაცილებით უარესი ვიდრე მაიდანი, ხო? ნუ რა გითხრათ? პირველ გზას თუ აირჩევთ რეჟიმი, ეს ყველასთვის კარგია, ქვეყნისთვის კარგია და მათთვისაც კარგია. მეორე გზას მე ვერ გეტყვით, როგორ უნდა მოახერხოს ეს, მაგრამ ნუ ეს ნებისმიერ შემთხვევაში კატასტროფულად თავდება და კატასტროფულად თავდება იმ ხალხისთვის, ვინც დღეს რეჟიმს ემსახურება და რაღაცის ილუზიები აქვს. ჩვენ ძირითადად ამ ხალხს უნდა მოუწოდოთ, ვისაც რაღაცის ილუზიები აქვს, რომ აქ ყველაფერი კარგად დამთავრდება, ვერ დამთავრდება კარგად. თუ კი ეს მომიტინგეები თან წარმატებას მიაღწია რეჟიმმა, ხო? ვერანაირად საქართველოსთვის და მათ შორის იმ ხალხისთვის, ვინც სისტემაში მსახურობს, ეს კარგად ვერ დამთავრდება და ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, რატო ვერ დამთავრდება კარგია. მესამე ძალიან ცუდად დამთავრდება რეჟიმისთვის, მაგრამ ძალიან ცუდად იქნება საქართველოს მოსახლეობის. რამე თუ დღეს შერიგების პარტიების ყველაფრის სივრცე არსებობს რა, მათ შორის იმ მუზეუმის არა, კიდე ერთხელ გიმეორებ, ირაკლი. მე არ ვიცახი, რომ დაუგჯერი დარჩეს ვინმე, მაგრამ პარტიების სივრცე არსებობს, რომ არ არის აუცილებელი ერთმანეთი დავხოსოთ, არ არის აუცილებელი რაღაც კრიტიკულ ზღვარზე მივიდეთ, შეგვიძლია ცივილიზებული კანონიერი მეთოდებით დავსაჯოთ გარკვეული ხალხის ჯგუფი, მაგრამ დანარჩენს უბრალოდ ვაპატიოთ და გავაგრძელოთ რაღაც სხვა ფორმატში თანაცხოვრება. ანუ პარტიების სივრცე არსებობს კი, გამგებლის მოადგილეს ბატონდაშა, რომელიღაც რაიონისა, მე ვაპატიებ, ხელსაც ჩამოვართმევ, მით უფრო თუ შეიცვლის საკუთარ სახელმწიფოებრივ პოზიციას და რუსებისკენ არ იქნება, მაგრამ არსებობს ეს უხეშად ლაპარაკობ 5, 6, 7, 10 პერსონა ივანიშვილის ჩათვლით, ეს ჩემ პერსონალურ მოსაზრებას გიზიარებთ, ჩაარტყეს რა ფიგურალურად ვიტყვი დანა ზურგში ამ ქვეყანას და ამ ქვეყნის თავისუფლებას, მე მათთვის პერსონალურად მე მაინც და მაინც რეპლიკა რა პასუხი კი არ მიდეთ თქვენგან, მაგრამ მაინც მე მათთვის პატიებას ისე პერსონალურად მე ხო არ ვაპირებ. მე არა ვარ არც პროკურორი და არც მოსამართლე, სახელმწიფო და საზოგადოება განაცხადებს თავისებურად, მე გეუბნებით ჩემს პოზიციას. ეხლა თქვენი ახსენეთ სამი სცენარი და მე გეთანხმებით,
მაგრამ და გეთახმებით ამ არსებითად, მაგრამ არსებობს თუ არა მეორე სცენარის გაგრძელება, როდესაც თუ ბიძინა ივანიშვილი ისვრის, თუ არსებული რეჟიმი ისვრის და ეს როლაც არ შეგვაჩერებს ჩვენ. არის თუ არა ალბათ არ შეგვაჩერებს. არაფერს არ შეაჩერებს. დასაკვირველი. არის თუ არა ალბათობა იმისა, რომ მე მოიწვიოს რუსეთი. ირიბად. იცი რა, ირაკლი, ალბათობა ბევრი რამის არსებობს, მაგრამ რომელი რუსები უნდა მოიწვიოს, რუსეთი ახლა ჩართულია უკრაინაში ომში, მას ფიზიკურად ძალები არ აქვს, მოიწვიოს მე თუ უნდა მოიწვიოს, მე რა უნდა ქნას, ხო? ეს უკვე გადადის, ახლა მე მაგალითებს მოგვა, ჯერ რომ მოიწვიოს ეს აფხაზეთის მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, ხო? ახლა რუსები არ ხარჯავენ ფულს იმდენსაც კი, რომ შეინარჩუნონ თუნდაც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის პოლიცია და მილიცია, რომ მათი არ შეძლო ყოველ წელიწადში ორჯერ პრეზიდენტი ჩამოაგდონ რაღაც მიტინგების საფუძველზე. ანუ დღეს საქართველოს ძირითადად ამყარებს ეკონომიკური კეთილდღეობა და ამ ეკონომიკური კეთილდღეობის და მზარდი ეკონომიკური სიტუაციის ფონზე რეჟიმს აქვს შესაძლებლობა რომ შეინახოს და აჭამოს ამ მოძალადე პოლიციელებს. ეს არის რეალობა. ამის ფული აქვს და ამის რაოდენობა შეუძლია შეინახოს. დამატებით შეუძლია შეინახოს სახელმწიფო სტრუქტურები. ახლა ეს არ არის იდეალური შენახვა, მაგალითს გეტყვით ახლა ჯარში წვნა და ომისთვის მზადება სულაც არ მიმდინარეობს, მაგრამ ხელფასს ყველა იღებს, ხო? რაღაცა სოციალური პაკეტით ყველა არის უზრუნველყოფილი. როდესაც ასეთ იზოლაციაში აღმოჩნდება რეჟიმი მას ძალიან გაუჭირდება ყველას ჭმავა. უკვე ამის რესურსი აღარ იქნება. ან ეს ხალხი უნდა გაყაროს, ან ამუშავოს უხელფასოდ, ხო? ანუ ეკონომიკურად ძალიან რთული ფული შეიქმნება და იმდენი ფული დამიჯერეთ ახლა ბიძინა ივანიშვილს აქ რაღაც ფული, მაგრამ იმდენი ფული არავის არ აქვს და თავის ფულს არც არავინ დახარჯავს, რომ ამ ხელა სახელმწიფო აპარატი, საქართველოს სახელმწიფო აპარატი, თანამედროვე სახელმწიფო აპარატი შეინახოს. ანუ ეს არ არის მარტო ერთ ჭრილში დასანახი. ნებისმიერ ასეთ ესკალაციის შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება და თითქმის შეუძლებელი გახდება, რომ შეინახონ სახელმწიფო აპარატი. შეინახონ თუნდა ნებისმიერი საოკუპაციო ძალები. ანუ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ყველაფრის შენარჩუნებას ვერ შეძლებს. ამიტომ ასეთ სახის ესკალაციის შენარჩუნებას ვერანაირად ბიძინა ივანიშვილი ვერ შეძლებს. დღეს თუ ინარჩუნებს რაღაცა სახით ლარის კურსს, რაღაცა სახის ეკონომიკას, იმიტომ ინარჩუნებს ყველას, მათ შორის ჩვენ პარტნიორებსაც, საქართველოს მოსახლეობას, ყველა უდგება ამას პასუხისმგებლობას, ყველას იმედი აქვს ყოველ შემთხვევაში, რამდენად მართებული, რამდენად არა, რომ ამ ყველაფერს შეიძლება ქონდეს პოლიტიკური საფუძველი. ახლა ერთი მხრივ წამოიდგინეთ, ვიღაცა მიხსნიდა, რომ კი ეს რეჟიმი სანქციებისთვის მზად არის. გავიგე რაღაც სანქციების რა თქმა უნდა მზად არის, მაგრამ ქართული ეკონომიკა არანაირად არ არის საფუძვლიანი სანქციებისთვის მზად. ქართული ეკონომიკა არანაირად არ არის იზოლაციისთვის მზად. საქართველოს მოსახლეობა არანაირად არ არის იზოლაციისთვის მომზადებული. ამის შენარჩუნება, ამ სცენარის მოვლენების განვითარება შეუძლებელია და ძალიან გაუჭირდება. ლაშაბადო ერთი ბოლო კითხვა რა. 26 ოქტომბერს სასაკვირველი არ გაუმარჯვია, მაგრამ გამარჯვება კი ჩაიწერა ქართულმა ოცნებამ. მე ყველაფერი მიდიოდა მეტნაკლებად 7 2 თუ 3 აქცია იყო, პირობითად ლაპარაკობ 7200 კაციან. 28 ნოემბერს მან დაუშვა კარდინალური შეცდომა, როცა თავადვე თქვა, რომ აჩერებს რეალურად კი ასრულებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, ანუ მთლიანად ევროკავშირის არ ვილაპარაკობ, მთლიანად საქართველოს სვლაგეს მოძრაობას ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ. რატომ აჩქა, აი, იმდენ გამიკეთოს ანალიზი რუსეთმა ქართული ოცნება. რა ესეთი დედლაინი, რა საჭიროება იყო, რომ სწორედ ახლა გადაედგა ეს ჩემი აზრით, ესე ვაფასებ არასწორი, მაგრამ თვითონ ხო სწორად მიაჩნიათ ეს ნაბიჯი ქართულ ოცნებას. იმიტომ მთლიანად რატო უნდა გადაედგათ ეს ნაბიჯი? მოდი ეს მთლიანად რატო უნდა წასულიყო ღიად რუსეთისთვის, ხო? ყველანაირად ლამაზად რუსეთის საქმეს აკეთებდნენ ბევრ მიმართულებაზე, ომი გინდა, ბევრმა მესიჯმა რაც ქართულ ოცნებას ჰქონდა იმუშავა საზოგადოებაზე, მოდი რეალობა ვთქვათ. ანუ აუცილებლობა, ეხლა თქვენ წაგიკითხეთ რუსული კანონი, ხო? სრული სისულელე ახლა ირაკლი რო ვთქვათ, რეალურად არაფერში საჭირო ეს არ არის, გარდა დამაზიანებელი ფაქტორისა, ანუ არაფერი დადებითი ეფექტი ამას არ აქვს, გარდა იმისა, რომ გაანაწყენე
პარტნიორები დასავლეთში და ვერაფერი შიგნით ვერ მოიგი, მოდი ახლა გულახდილად თქვა, ხო? არაფერი დიდი ეფექტი ამ კანონს არ აქვს გარდა პოლიტიკური ანტიდასავლური დატვირთვისა. რატო გადადგა ეს ნაბიჯები? ერთადერთი მიზეზი, რატო დგავს რეჟიმი იმ ნაბიჯებს, იმიტომ რომ რეჟიმს ჯერა რომ მოკლე დროში ქუჩურ ტერმინს ვიხმარებ რა, ბოდის ვიხდი, მოაგვარებს ამ ყველაფერს, მოკლე დროში გადაწყვიტავს ყველაფერს, რაღაც თავის შეხედულება აქვს, რომ რაღაც დრომდე ამას ახალ წლამდე მაგალითად, ხო? ამ ყველაფერს დაამთავრებს, ამ მიტინგს ჩააქრობს, ამას გადააგორებს, ხო და გააგრძელებს უკვე იმ რეალობაში ცხოვრებას, რა რეალობაში მათ უნდა ცხოვრება. ანუ დააყენებს ყველას ფაქტის წინაშე, ან შემირიგდით, ან არა და მე ვიცი რასაც ვიზავ რა. და პოლკოვნიკო, ბოლო კითხვა, მიგაჩნიათ თუ არა რომ ეს შერიგება არასდიდებით არ იქნება, იმიტომ რომ რუსთაველზე რო ვარ ხოლმე ციცივეში. მე და ახალგაზრდა თაობას უფრო, მაგრამ ნუ ჩვენ ხელა მოქალაქეებსაც რო ვუყურეთ, მე ხედავ და ვგრძნობ, რომ ეს ენერგია ესე არ გაილევა ამას. 5 კაცს დაიჭერენ, მაგრამ 17 კაცი ამოიზრდება ამ 5 კაცის ადგილას. ხო, ამ ძალადობამ და დაჭერებამ რეჟიმისთვის რო უკუშედეგი გამოიღო და ბევრი ხალხი მივიდა, ეს ყველა ვნახეთ, ჩვენ თვალით ვნახეთ. თუ ეს არის მიზეზი, რატოს რეჟიმმა უკან დაიხია, მაშინ ძალიან გამეხარდება, იმიტომ რომ მიხვდე რომ ეს ძალადობა არ გაამართლებს და შემდეგი ძალადობრივი ნაბიჯი უფრო ის იქნება. დაშლით მე არანაირად არ ვჯერა რომ საქართველოს მოსახლეობა ეხლა უკვე დაიშლება, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის, რამდენად ჩიხურ სიტუაციაში ვიყოფებით და განსხვავებით რაღაც ისტორიული შეცდომებისგან ეხლა ძალიან კარგად ხედავს საქართველოს მოსახლეობა, რომ ეხლა ვართ უფსკნულის პირას, ან ჩავარდება ჩვენ და საქართველოს უფსკნულში, ან გადავჩეხავთ ამ რეჟიმს უფსკნულში, აქ ვიძახი მე რა თქმა უნდა, არა პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? ანუ ეს არის ეხლა შერიგებაზე რომ საუბრობთ, მე გეტყვით ეხლა ვისთვის რა არის მისაღები რა. ყველა ადამიანს თუნდაც ყველა პოლიტიკურ დაჯგუფებას თუ პარტიას თუ ჩვეულებრივად ყველას თავის საზომი აქვს რა არის მისაღები, მაგრამ მე ვფიქრობ უნივერსალურად რაც ჩამოყალიბდა რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ესეთი მართვის სახე საქართველოში უნდა დამთავრდეს, ხო? უნდა დამთავრდეს ის რომ ჩვენ ვაგძე სიტყვით ვიძახით რომ გვინდა ევროკავშირში და სადღაც გვინდა და საქმით რეალურად არაფერს არ ვაკეთებთ და ისევ ქუჩურ ტერმინს რაღაც ბოლს ვაყენებთ, რომელსაც არავინ აღარ იყენებს, არავინ არ ყლაპავს, რაღაც ეტაპამდე მიიღეს ეს თუნდაც წარმოსახვითი პროგრესი იმისაც, რომ წაეხალისებინათ სახელმწიფოების შორის კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა, ირაკლი. როდესაც დიდი სახელმწიფოები, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, აქ სხვა სახელმწიფოსთან ურთიერთობა, აქ არსებობს რამდენიმე ურთიერთობის ფორმა, ხო? და ერთი ურთიერთობიდან მეორეზე გადასვლა, როგორც წესი, ეტაპობრივად ხდება, ხო? პირველი ფორმა არის კარგი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები. როგორც ნატოს წევრებს, ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიასთან, მაგრამ როდესაც კარგი თანასწორი ურთიერთობები ეს არის პირველი. მეორე ფორმა ეს არის წახალისება, ხო? წახალისება არის ფორმა, როდესაც ერთი ქვეყანა ცდილობს რომ მეორე ქვეყანა წაახალისოს, მას გრანტები მიცეს, რაღაც პროგრამები მიცეს, დაფინანსება მიცეს, რაღაცა ვიზა ლიბერალიზაცია და ასე შემდეგ. წახალისების სხვადასხვა ფორმები წახალისებს, რომ ეს ქვეყანა მოიქცეს კარგად, მოიქცეს ისე, რომ განვითარდეს. ხო, საქართველოს დღეს ისე მიუხედავად იმ მუქარებისა, რაც გვაქვს, ისე იმყოფება წახალისების რეჟიმში. მესამე ფორმა ეს არის იძულება. იძულებას კიდევ ერთხელ გიმეორებ. იძულება არის, როდესაც უკვე გამოიყენება იძულებითი ფორმები, მაგალითად არის სანქციები, სხვადასხვა დამსჯელი ღონისძიებები ქვეყნის მიმართ. საქართველოს ახლა უკვე გადადის წახალისებიდან იძულებით და მეოთხე ფორმა ეს არის ომი, ხო? ანუ ეს როგორც კარგიდან სუდისკენ მიდის, სუდიდან კარგისკენ მიდის ეტაპობრივად. ამიტომ ეს ხელისუფლება თუ გადაიყვანს საქართველოს იძულების ფორმატში, რთული იქნება მისი უკან დაბრუნება და ამას ყველაფერს დრო დაჭირდება, ხო? რატო რომ ამბობ ამ ყველაფერს? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს და განსაკუთრებით იმ ხალხს, ვინც რეჟიმს ემსახურება, კარგად ესმოდეს სად მიდიან თვითონ. ჩვენ კარგად გვესმის, ვინც გავართ რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა ჩვენგანს მე ვფიქრობ ძალიან კარგად გვესმის, რომ
ჩვენ ან რაღაც წარმატებას მივახცევთ, ან არა აღმოჩნდებით ურთულეს მდგომარეობაში. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გაიგოს დანარჩენმა ყველა სხვამაც. და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დაწყებულია, ბევრს აქვს გაგებული, მაგრამ რეჟიმის ქმედებაზეა, მე ამის იმედი მაქვს, რეჟიმის ქმედებაზეა დამოკიდებული ესკალაციის ის ფორმა, რომელსაც რეჟიმი აირჩევს, მაგრამ თუ ის აირჩევს ესკალაციის მძიმე ფორმას, მაშინ პასუხის შესაბამისად იქნება მძიმე. ამიტომ აქ იმაზე არ არის საუბარი, რა თქმა უნდა, რუსული რეჟიმი მოისურვებდა და შემოღობავდა კიდეც საქართველოს ამის საშუალება რო ქონდეს ერთადერთი საზღვარს დატოვებდა რუსეთთან და სხვას არაფერს, მაგრამ ამის საშუალება რუსულ რეჟიმს არ აქვს, ეკონომიკურად მას არ შეუძლია დამოუკიდებლად ეს ყველაფერი გააკეთოს. რა თქმა უნდა, გარკვეული ესკალაციისთვის დასავლეთთან მზად არის, მაგრამ მზად არ არის ხანგრძლივი თუნდაც ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც ძალიან რთულ დღეში აღმოაჩენს ეკონომიკას, რომელიც შემდეგ პირდაპირ პროპორციულად აისახება პირველ რიგში რეჟიმზე და მის მსახურებს. პოლკოვნიკი ლაშაბერიძე იყო უაღრესად საინტერესო რემარკები და მოსაზრებებით ჩვენი სტუმარი. პოლკოვნიკო, ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას და გამარჯვებას გისურვებთ და წლის ბოლომდე ჩემს სატელევიზიო გადაცემაშიც გვატიჟებთ კონტექსტში, თქვენ არაერთხელ ყოფილ ხართ ჩემი გადაცემის სტუმარი და მე ვიცი და ასეც არის, თქვენი მოსაზრებები ყოველთვის იყო, არის და იქნება საინტერესო ფართო აუდიტორიისთვის. გამარჯვებას გისურვებთ, მადლობა. დიდი მადლობა.